ჩვენი მომდევნო სტუმარია ბანო წერეთელი კოალიცია ცვლილებებიდან ბატონ ბანო მოგესალმებით მადლობა რომ გვეწვიეთ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ ირაკლი ყობახიძის განცხადებაზე დღეს მიხეილ ყაბალაშვილმა ასეთი რამ თქვა ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველყავით რომ მოქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლება შეეფერება საუბრობ წინამორბედებზე მათ გარკვეული კითხვები დატოვეს რაღაცნაირად თითქოს მიჯნავენ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას რომელსაც მეთაურობდა სააკაშვილის მთავარსარდალი იყო ახლა სწორედ მისკენ იშვერს ხელს ქართული ოცნება რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით რატომ აწყობს ქართულ ოცნებას ახლა ამ თემის ასე გააქტიურება კი დიდი მადლობა ეთერისთვის პირველ რიგში დღევანდელი დღე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეს გმირობის დღეა დღეს და საქართველოს კიდევ ერთხელ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის დღე შინდისის გმირები სწორედ იმ ხალხს წარმოადგენს ვინც დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა და ვერანაირად გმირების საქართველოს მოსახლეობისა და მისი მთავრობის დაშორებას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ, რომ მაშინ გულისხმობ 2008 წლის ომს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა ამ გმირების თავგანწირვამ სახელმწიფო ინსტიტუციების სწორად ქმედებამ, ანუ რას გულისხმობ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო დონეზე, როცა შესაძლებელი გახდა, რომ მთელი დასავლეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ჩართულიყვნენ ამ პრობლემის მოგვარებაში და აღარ შევაწყენ თავს ამ ადამიანებს იმის გახსენებით, რაც მოხდა, ხო? მაშინ რუსეთის მიზანი იყო საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, ანუ თბილისის აღება, მარტივად რო ვილაპარაკოთ და ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, ფაქტი ეს არის და სწორედ აი ამ ერთობის, რაზედაც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, ამის შედეგია ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მაშინ სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროდ 2012 წელს ეს მოხერხდა ეგრეთ წოდებული რბილი ძალის მეშვეობით, როდესაც დემოკრატიის ხარჯზე შემოგვაპარეს აი ამ სიტყვებით უნდა აღვნიშნოთ პროქსი ხელისუფლება და ამის ნათელი დადასტურებაა სწორედ ის რაც ახლა გრძელდება. მოდი დავსვათ კითხვები. ნახეთ, რატომ შეცვალა ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2024 წლიდან 7 აგვისტო 8 აგვისტოთი? რატომ დააჯდა რუსულ ნარატივს? რატომ ემთხვევა ეს ცვლილება 2024 წლამდე 7 აგვისტოს წერდნენ? ჩახედონ, ყველამ ჩახედო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს. რატომ დააჯდა და ეს ცვლილება პროდასავლური პოლიტიკის ცვლილებას რატომ ქმნიან კომისიას წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიას და რატომ არის მნიშვნელოვანი კრემლისთვის საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაცია ეს კითხვები თავს იყრის ერთმანეთთან და დავიწყოთ იმით რომ ზანგეზურის ამბებმა გვაჩვენა რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთი სუსტდება იმ დონეზე სუსტდება რომ მას ფეხის დასადგმელი ადგილიც აღარ აქვს ერთადერთი რაც რჩება ეს არის ივანიშვილის რეჟიმი ამ ივანიშვილის რეჟიმის საფუძველზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საქართველოში ჭირდება არა ერთიანი სახელმწიფო ქართული, არამედ ოლქებად დაშრილი ტერიტორია, ხო, რომ მარტივად სამართავი იყოს, რასაც შემდგომი გზით უნდა რომ მიაღწიოს ოფიციალურმა თბილისმა უნდა აღიაროს 2008 წლის ომში საკუთარი დანაშაული. ეს იქნება მერე საფუძველი იმისათვის, რომ რუსეთმა თავიდან დაიწყოს ლაპარაკი საერთაშორისო მიმართულებით ამ რეგიონების აღიარებაში. ახლა ამით რას უნდა მიაღწიოს, ხო? ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოში მას ეყოლება პროქსი მთავრობა, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაციის გარეშე ამ არგუმენტებს არ ექნება ძალა, იმიტომ რომ დასავლეთში იტყვიან, რომ საქართველოში ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და მისი ეს განცხადებები არ არის ოფიციალური თბილისის განცხადებები. აი ამ ლეგიტიმაციისთვის ჭირდება ისე როგორც კლასიკური გაგებით თანამედროვე ეტაპზე ყველა ავტოკრატიული სახელმწიფო როგორც მოქმედებს მოჩვენებითი დემოკრატია. ანუ არჩევნები ოქტომბრის არჩევნებს გულისხმობს, სადაც გამოჩნდება რომ თითქოს საქართველოს თამაშობს დემოკრატიის თამაშის წესებით არსებობს ერთი მხარე, არსებობს მეორე მხარე და ყველაფერი არის ნათელი. ამის შემდგომ 5 ოქტომბერს, როდესაც ქართული ოცნება გამოაცხადებს იმ რიცხვებს და იმ შედეგებს, რომელიც მას აწყობს და აქ იქნება, რა თქმა უნდა, ადგილი ოპოზიციისთვის, იმიტომ რომ მას ასე ჭირდება, აი ამ დემოკრატიულობანას ჩვენებისთვის, მერე განაცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე იმის საუბარი, რომ ეს იყო გაყალბებული, არის ტყუილი, აი აჩვენა ამ არჩევნებმა, თუ კი ეს არჩევნები იყო ტყუილი, მაშინ რატომ მიიღო ოპოზიციამ მონაწილეობა, ეს გახდება იმის საფუძველი, რომ აი ამ ორ დოკუმენტს წულუკიანის
დასკვნას და აი ამ არჩევნების შედეგებს წაიღებს მეორე დღესვე დასავლეთში და ძალიან ხმამაღლა დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ საქართველოში ახლა არის ლეგიტიმური ხელისუფლება, ხოლო ეს ლეგიტიმური ხელისუფლება აცხადებს, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველოს. გამოდის რა ჩვენ ვიღებთ მოცემულობას რომ რუსეთი ამით მიაღწევს შემდეგ საქართველოს ნაცვლად საქართველოს ტერიტორიაზე და სხვათა შორის ეს უკვე ასია იქნება სამი არაღიარებული ხელისუფლება ცხინვალში, სოხუმში და თბილისში ქართული ოცნების სახით ამის საფუძველზე მას ექნება შესაძლებლობა რომ ეს მართოს ისე როგორც მას უნდა ანუ მივიღებთ დაშლის საქართველოს ამიტომ არის ახლა არჩევნებში მონაწილეობა პროქსი ოპოზიციად ქცევა და მათთან თანამშრომლობა ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და აი ივანიშვილისთვის ამ რუსული გეგმის შესრულებაში მხარდაჭერა. ამიტომ მე მივმართავ არა მხოლოდ იმ ლიდერებს, შარშან გამარჯვებული პარტიების ლიდერებს, რომლებიც ახლა აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და მათ პარტიის წევრებს, არამედ მათ ამომრჩევლებსაც. ახლა არ არის ეს ჩვეულებრივი არჩევნები. ამ არჩევნებში მისვლა და თუნდაც ოპოზიციური პარტიების შემოხაზვა ეს ნიშნავს ლეგიტიმაციას ქართული ოცნებისას და იმის გამართლებას, რაზედაც ვილაპარაკეთ. ანუ ივანიშვილის მიერ რუსული გეგმით დაგეგმილი საქართველოს დაშლისა და დანაწევრების ოპერაციის ხელშეწყობას გულისხმობდა. ამიტომ არ უნდა მივიდეთ. იმისათვის რომ ეს გეგმა არ შესრულდეს, გავიგეთ რას აპირებენ სხვა პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მუნიციპალურ არჩევნებში, ივანიშვილის წინააღმდეგ გამბრძოლაში შედიან. თქვენ 8 პროდასავლური პარტია რას აპირებთ? კონკრეტული სტრატეგია, გეგმა თუ გაქვთ? რა თქმა უნდა, ეს გეგმა მუშაობს და როგორ არის ცით, ეს არის მიმდინარე პროცესი, ხო, არ შეიძლება ერთხელ დაწერო გეგმა და მე ამას ან შიგნით ცვლილება, ამიტომ ეს გეგმა მუშაობს რა თვალსაზრისით, ჩვენ მუშაობთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ხალხთან, იმისათვის რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე თქვენ მოქალაქეებს უხსნით, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე. ერთი ნახეთ, ამ არჩევნებში არ მისვლა არ არის თვითმიზანი, ეს არ არის მთავარი, ეს არის შესაძლებლობა იმის ახსნის, რომ რაზედაც მე ვილაპარაკე, არჩევნებში მისვლა ნიშნავს ახლა ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების გამყარებას. ამიტომ არ უნდა მივიდნენ ეს ადამიანები არჩევნებზე და არა დამოუკიდებლად. მე ეს ყველაფერი ერთმანეთს უბრალოდ არ დავაკავშირე, ესენი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ერთად ლაგდება ეს და ეს ყველაფერი კრემლშია დაწერილი. ამიტომ, როდესაც მე ვეუბნები ამ მომრჩეველს, რომ არ უნდა მივიდეს არჩევნებზე, ეს არ არის ჩემთვის პოლიტიკური თამაშის საკუთარი ქულების დაწერის გამო. ეს მიზანი არ მე ახლა შემიძლია 8 პარტიის სახელითაც კი ვთქვა, არა მხოლოდ ჩემი პარტიისა და ჩემი კოალიციის. არამედ ეს მიზანი არის იმისკენ, რომ ჩვენ დავასუსტოთ ქართული ოცნება. თუ კი არ მივალთ არჩევნებზე, აი წარმოიდგინეთ. აი ამით როგორ სუსტდება ქართული ოცნება. აი წარმოიდგინეთ ახლა დღეს განცხადებები გაკეთდა უკვე და უკვე ბედნიერები არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ დაფიქსირდა საარჩევნო კანდიდატებად ოპოზიციის წარმომადგენლები და შარშან გამარჯვებული პარტიებიდან 2 მსხვილი. ხო ასეა. ეს უკვე ახარებთ მათ, იმიტომ რომ ერთ შედეგს მიაღწიეს და ამ პარტიებისგან შეიქმნა ერთგვარი ბუფერი, რომელიც ქართველ ხალხსა და ქართულ ოცნებას შორის ჩადგა ერთგვარად ქართული ოცნების როგორც ფარი. ეხლა პირდაპირ ვეღარ ვეჯახებით ქართულ ოცნებას. ახლა ამის საპირისპიროდ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დღეს იმ ჩამონათვალში არ იყოს არც ერთი ოპოზიციური პარტია და არც ერთი შარშან გამარჯვებული პარტია არჩევნებში. რას მივიღებდით? მივიღებდით იმას, რომ ქართული ოცნება ახლა შინდისის ამ გმირების მემორიალთან რო დადგებოდა, მოუწევდა იმის ახსნა განმარტებების მიცემა, რატომ არის ის მარტო ადგილობრივ არჩევნებში. რატომ არ ფიქსირდება არავინ ოპოზიციის მხრიდან და გამარჯვებული პარტიების მხრიდან. ეს არის გამარჯვება, რაც გააღრმავებდა და გაამწვავებდა კრიზისს და დელეგიტიმაციას. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, დელეგიტიმაცია არის ერთადერთი სწორი გზა იმისკენ მიმავალ, რომ ქართულმა ოცნებამ უკან დაიხიოს და დანიშნოს ახალი არჩევნები. ცოტა ხნის წინ ზანგეზური ახსენეთ, გამოვეხმაუროთ აუცილებლად ამ ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც შედგა დონალდ ტრამპის ლიდერობით ვაშინგტონში, თეთრ სახლში. ეს რა მნიშვნელობის შეთანხმება ჩვენი რეგიონისთვის, მათ შორის ჩვენთვის, იქ საუბრები იყო მათ შორის ექსპერტულ წრეებში, რომ ჩვენი ქვეყანა თამაშგარე მდგომარეობაში რჩება, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობაც უნდა გამოგვეყენებინა, სად არის ამ პროცესში საქართველო? დიახ, კარგი კითხვაა, ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი და ესეც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს საშინაო პოლიტიკას. საქართველო ახლა არის რუსეთში. მოდი ასე ვთქვათ, საქართველო ახლა არის ივანიშვილის რუსეთში. ჩვენ აი ერთი თუ დაშვება, ჩვენ არასდროს დავკარგავთ იმ ადგილს, რომელიც გვაქვს, თუ კი ჩვენ მოვიშორებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. ერთადერთი ხელშემშლელი პირობა, რომელიც ახლა გვაკარგინებს ამ შანსის რეალობად ქცევას, გულისხმობ რას იცით, ახლა დადგა
გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასია იქცეს პოლიტიკურ რეგიონად, რომელიც ვერასდროს მოხერხდა. ერთიან დიდ პოლიტიკურ რეგიონად, რომელიც იქნება ერთმანეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური წინსვლის წინაპირობა. ხვდებით რა, როგორც არის ევროკავშირის მოდელი უნდა შეიქმნას აქ და შერიგდა ორი მტრულად განწყობილი ერთმანეთთან სახელმწიფო. ეს იყო ერთადერთი ხელშემშლელი პირობა, რომელსაც იყენებდა რუსეთი. იმისათვის, რომ საკუთარი პლუსად ექცია ეს დაპირისპირება და მეტი წონა ქონოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, აი ეს ზანგეზურის ეს შეთანხმება, რომელიც რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების დიდი დახმარებითა და ჩარევით მოხერხდა, არის შესაძლებლობა, რომ რუსეთის საპირისპიროდ შეიცვალოს მდგომარეობა. აქ ადგილი აღარ აქვს რუსეთს. ვეღარ იყენებს ვერაფერს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი რჩება ერთადერთ დასაყრდენად სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ზოგად კავკასიურ ჭრილს გულისხმობ და ზოგად აღმოსავლეთ ევროპულ ჭრილს გულისხმობ, არამედ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. როდესაც ჩვენგან 5 ნაბიჯში ამერიკის შეერთებული შტატები დროშით, ყველაფრით გამაგრდება ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, მათ შორის იმ რეჟიმებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ირანთან პანაშვიდებზე დადიან. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ხო? იმიტომ რომ როდესაც ვლაპარაკობთ ზანგეზურზე რუსეთთან ერთად, აქ თითქმის დაკარგა კავკასიაზე გავლენა ირანმა. რაც არის ავტომატურად რუსეთის დასუსტება, იმიტომ რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის პარტნიორია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ავტოკრატიულ რეჟიმზე, რომელიც ერთის მხრივ არის რუსეთის მხარდაჭერი, ხოლო მეორეს მხრივ ირანის და კავკასიაში ძალიან მსხვილ მოთამაშედ ზანგეზურის დერეფანში შემოდის ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო გულისხმობ თურქეთს, ნატო თურქეთის წევრი ქვეყანაა და აზერბაიჯანის ერთ-ერთი დიდი მოკავშირე, მაშინ გამოდის ძალიან ლოგიკური დასკვნა, რომელსაც არ ჭირდება დიდი განათლება გეოპოლიტიკაში და რა ვიცი, ზოგადად პოლიტიკის მეცნიერებებში, რომ აქ სუსტდება რუსეთი, რაც გულისხმობს ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის დასუსტებას. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით ვანო წერეთელს, ის კოალიციას ცვლილებებს წარმოადგენს.